და მივესალმოთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს ქალბატონ ხათუნა გოგორიშვილი. მოგესალმები ხათუნა. მოგესალმები ბანო. ძალიან დიდი მადლობა. დღეს ჩვენს განაცემაში სტუმრად. როგორ არ მოვიდოდი ასეთ გადასარევ დღეს თუნდაც ახალწლო და როგორ არ მოგილოცავდი პირადად შენ და ყველას გილოცავ ილოცავთ 2022 წელს მინდა გისურვო ყველაფერი საუკეთესო და მეტყველების გასწორება ხო უკვე შეიძლება იმ გადაცემის შემდეგ იმდენად ჩემდა გასაკვირად პოპულარული აღმოჩნდა ეს ჩემი თლიფინი ხო რო ახლა სხვანაირად ვერ მოგესალმებოდი ვერანაირად აუცილებლად ესე უნდა მოგესალმებოდი. მართლა ძალიან დიდი გამოხმაურება გქონდა მაგ ისტორიას, შენი სტუდენტობის ისტორიას, ვისაც არ უნახავს ალბათ ყველამ ნახა მე მგონი. აი ყველაზე უცნაური ის იყო რომ 84 წლის ისტორია 2021-ში გამახსენდა. მანამდე ამ რაც მე შენთან სტუმრად დავდივარ და როგორ არ გამახსენდა მანამდე და ნუ ესე მოხდა. ხო, ახლა მაგალითად ხო, თან ბევრი წაი ამოიჭრა მაგალითად არის ხო. ხო, TikTok-ებზე და რაღაცეებზე ძალიან ბევრი განაცხადი. არა, ნუ მე საერთოდ ჩამორჩენილი ვარ ამ სოციალურ ქსელებზე, არა ვარ აქტიური და მითხრეს რომ TikTok-ზე ხარო და ეს რას თურმე ეს ძალიან მაგარი რამეა და რაც თავარია ძალიან გარდა იმისა რომ TikTok-ზე ვარ, ბევრი ნახვა აქ. რამდენი ვიცი ადამიანები რომლებიც რამდენჯერ მეუყურებენ ამას და აი ვერანაირად ვერ ხვდები რატო ხდება მაგრამ ნუ ესა ხდება აი ესე არის ერთობია თქობა ჩვენ ცხოვრებაში იმდანაც მოკლებული არიან რაღაცა ხუმრობებს და იმას რომ აი ამან ძალიან გაამართლა არა სადმე რომ შევდივარ და ვიღაცა თუ ესე მოხდა ან უნივერსიტეტში ან სადმე ნებისმიერ ადგილას რომ შევდივარ და ვიღაცა რო ესე მეტყოლებს გონია რომ მემაშაყირებენ და ესე მოვიხედები ხოლმე და ადამიანს უბრალოდ აქვს ჩვეულებრივი დევები სტუდენტებთან როგორ გაქვს სტუდენტებთან რომ შევდივარ ჯგუფში და პირველად განსაკუთრებით როცა პირველად შევდივარ და პირველად რომ ელაპარაკებიან სულ გაფაციცებული ვარ რა რომ აი ამათი მეტყოლება რომელი ნამდვილია რომელი როგორ იმიტომ რომ მე ხომ მოვყავი რომ ლექტორს მოვეკეცი ესე და რატომღაც გონია რომ შეიძლება ეხა ეს პრაქტიკაში გამოიყენონ მაგრამ ჯერჯერობით მშვიდობიანად ჩაიარა ამ თვეებმა და მე ვნახოთ რა იქ. არა, მართლა კარგი ისტორია იყო. საერთოდ ახლა ხშირად მოდიხარ გადაცემაში, ხო? იცი რა, მაგაზე მინდოდა მეთქვა. ეხა აი ბოლო ორ შაბათს მე არ უსმენ ხოლმე, მაგრამ დედაჩემმა მითხრა რომ მიშა ცაგარელებმა გამოაცხადაო რომ 2022 წელიო ქალწულებისთვის არის პროფესიის შეცვლის წელი და ვარ თუ რამეს პირდაპირ მითხარი. თუ რამე უნდა შემომთავაზო და სხვაგან ასე ხშირად არ დავდევარ და აშკარად რაღაცას მაპარებ და შეგიძლია პირდაპირ გაჭრილად პირველ ეტაპზე რაღაც идеები გვაქვს მაგრამ პირველ ეტაპზე გვაქვს შენთან ძალიან ისეთ საინტერესო და ესეთი ძალიან კარგი სიურპრიზი. დავიჯერო მართალია ცაგარელი? კი, ცაგარელი მართალია, იმიტომ რომ შენი ადგილი აქ არის ხათუნა. შენი ადგილი. როგორ ჩას მაკეთკენ მიდის საქმე? კი ბატონო, აი როგორ ჩას მაკეთკენ და აქ არის შენი ადგილი ჩვენს გვერდზე. აი ეს ახალი გადაცემა რო გაქვს თავარი გოგოები. იქ ხარ ჭირდებათ. თავარი გოგოები და ერთი ქალი. გოგოზე ხა თავს ვერ დავდებ, მაგრამ რა ვიცი, იქნებ რამე. მართლა თაობათა ურთიერთგაგება. რაღაცა ხო. რაღაცა. მაგრამ ეგ მაგ მიმართულების ის რაღაცა ხუმრობები და სკეჩები იქნება ძალიან კარგი სხვათა შორის. მაგაზე ვიფიქრებთ ისე სხვათა შორის მინდა გითხრა. ხო და ზუსტად ესე იგი ხა მე გეტყვი რა ხდება ხათუნა. ჩვენ ზოგადად იუმორისტ ჩვენს შემოქმედების გვაქვს საბჭო. რომელიც წლის ბოლოს ვიკრიბებით ყველანი და ვსხდებით რომ რა იყო კარგი ამ წელს და რა იყო ცუდი და ასე შემდეგ და ზოგადად აი ესეთი აი უყურე როგორი ის არის ვიცი რაც არის რასე შავი ყუთია შავი ეს არის ხო შავი ნაჭრი რომელიც დაგვიმზადა ამის შიგნით რაც არის ეს არის კომპანია ზარაფხანამ დაგვიმზადა ოქროა მე გეტყვი არ მოგატყუებ ოქროა და ამ საბჭომ დაადგინა რომ 2021 წლის საუკეთესო სტუმარი ვანო შოუში იყო ხათუნა გოგორიშვილი.
აი ეს მინდოდა შეთვის გავს პირი გავს წვირი გავს ეგ არის გავს ეს ოქროს ვანო ჩვენგან ანუ საუკეთესო სტუმრის ძალიან დიდი მადლობა აი მართლა ძალიან დიდი პატივია და ძალიან გამახარეთ იმიტომ რომ აი საახალწლოდ ახალწლამდე რამდენიმე საათიც აღარ არის დარჩენილი და ნუ ამაზე უკეთეს საჩუქარი რა უნდა მიიღო რომ ესე წელს დიდი მადლობა ვიცი ესე წერია ვანო შოუს წლის საუკეთესო სტუმარი ხათუნა გოგოლიშვილი 2021 ვიცი რომ სულ ორი ადამიანი იყო ძალიან პატივსაცემ ძალიან კარგი იუმორის პატრონები და იმათ რიცხვი ჩემი ჩაწერა პირველად იღებს პოლიტიკოსი ამ პრიზს ხო აი ეგ აღარ თქვი დანიშნულება პოლიტიკაში იუმორი არის უმნიშვნელოვანესი და ამიტომ ეს ჯილდო ჩვენგან ახალ წელს ახლა მივალ და ესე იგი ოქროს ვანოსთან ერთად შევხვდები იმედია მივასწრებ 12-მდე მისვლა ახლა მოდი ერთი პატარა ისტორიას მოგვიყევი როგორ ხდები ახალი წელია და როგორ ხდები ზოგადად ძალიან აი ყველა საყვარელი დღესასწაულია ჩემი ახალი წელი და დეკემბრის რაც შეიძლება ნოემბრიდანაც კი დავიწყო ფიქრი როგორ უნდა შევხვდე ახალ წელს ხო თამაში რა იგულისხმება როგორ უნდა მოვრთო ხო ნუ იყო დრო ადრე უფრო ახალგაზრდა რო ვიყავი, ეზოსაც ვთავდი და მთელ უბანს ვთავდი ლამზე. ახლა ჩემს სახლით ვიფარგლები ხოლმე და თავარი არის რომ ვიწყებ რაღაცა კონცეფციის დალაგებას, რომ რაფერი იყოს, როგორ იყოს, რამდენად დატვირთული იყოს და რა გავაკეთო, რა საჭმელი გავაკეთო, სუფრაზე რა უნდა იყოს, როგორ მე მოვამზადებ ხოლმე და მოკლედ დიდი ხნის ფიქრის შედეგია ხოლმე. და ნუ რა თქმა უნდა კურიოზებიც მომხდარა საახალწლო და ხა მინდა რახან საახალწლო გადაცემა საახალწლო კურიოზს მოვყვები მოკლედ აი ესე ვემზადებოდით 2 თვე თუ თვენახევარი მოვკაზმე ყველაფერი ერთი სული მაქვს როდის დადგება 31 დეკემბერი და 2008 წელი უნდა დამდგარიყო 2007 წლის 30 დეკემბერს გავუღვიძე და ძალიან იშვიათად მაქვს ცხოვრებაში სიცხე და 39 სიცხე მაქვს. ამ სიცხეს დაემატა სურდო, ყელისტკივილი, ყველა თავი ტკივა, საშინელი ვირუსი მაქვს, საშინელი გრიპი მაქვს. მამამ ჩემი ახალი ნაინფარქტალი იყო და დაურეკეს მე მარტო ვცხოვრობ და დაურეკეს ასტრაფოთ რომ ფეხი არ მოადგა ჩემთან დედაჩემს და მამაჩემს, ჩემ და 3 პატარა ბავშვი დაურეკე ასევე რომ დაივიწყეთ, არ ვარსებობ, იმიტომ რომ საშინელი ვირუსი მაქვს. გარშემო ჩემ მეგობრებს, მეზობლებს პატარა ბავშვები ყავთ ყველას და ყველა ფეხი ამოიკვეთა თვითონაც და მეც აუკრძალე. და აი პური და რაღაცა რომ მჭირდებოდა, ეხლა ხო ეხლა რომ კორონა რო იყო, მე ეგ პერიოდი გავლილი მაქვს მაშინ. ადრე. ეს კართან დადებდნენ, დამირეკავდნენ რომ მოგიტანეთ, რაღაცა დავდეთ და ესე ვიყავი. მოკლედ 30-ში ასე ვიყავი 31-ში უარესად მარტო სიმბოლურად ავდექი რომ ახალ წელს ლოგინში არ შევხვედრილიყავი დავისხი რაღაც მოუყლუპე და ისევ დავწექი და დავიძინე გავიდა მოკლედ 1 იანვარი 2 იანვარი 3 იანვარი 4 იანვარი ასე ვგდივარ 4-ში ცოტა გამომჯობინდი არავინ არ მოსულა კაციშვილი არ მინახავს მარტო სატელეფონო კონტაქტი მაქვს გარე სამყაროსთან და 5-ში სადღაც ესე 12 ხდება დილის და კარზე ზარი. ვიფიქრე ვინ არის კამიკაძე, ვინ გაბედა ამ ვირუსიან სახლში მოსვლა. გავაღე კარტიკას ვიღაც სრულიად უცხო კაცი, გამარჯობა, გილოცავთ, ახლა მეც გილოცავთ. მეო გაზის ამ რიცხველი სანათვალი უნდა ჩავწერო. აი ამონაწერიო და აი წერილებს რო გიტოვებთო ის ლადოვარო. ხა რატო გიტოვებ და წერილებს? არასოდეს სახლში არა ვარ. როცა ეს კაცი მოდის თვეში ერთხელ. და პირველად დავხვდი სახლში, აი ამზადებ და უკვე დავხვდებოდა ხოლმე პატარა წერილი რო გთხოვთ დამირეკოთ და ჩამაწერილოთ. მოკლედ პირველად დავხვდი სახლში, მოთხარ მობრძანდი ჩაწერეთ, გავიდა აივანზე, ჩაინიშნა და რომ მიდიოდა ნახვამც მე ვთქვი რას ლაპარაკობ, სად მიდიხარ? სად მიდიხარ? მეყოლე ხარ, მე ვთქვი ხა ეს როგორ გაგიშვებ? და აი იცი აი უცებ იმ კაცის სახს წარმოიდგინებანო რა? ხო, 5 იანვარია და ადამიანს ეუბნები რომ მეყოლე ხარ. აი რა რომ აი საწყალი ამხანაგი ამას არ ყავს, მეგობარი არ ყავს, ნათესავი არ ყავს, მეზობელი არ ყავს, არავინ არ ყავს, დედამიწის ზურგზე არავინ არ მიდის. თავიდან კი რაღაცა ცოტა ესე
შეიშმუშნა რა რაღა მე გავეხვიო ამ უბედურებაშიო და კარგით ერთო სიმბოლურად დაგლოცავთო. მობრძანეთ მეთქი და გავშალეთ. სუფრა. გავშალეთ სუფრა და დავჯექით მე და ლაძო და აბა რომ საათზე წავიდა თუ იცით ჩემგან. ღამის 11 რო გახდა და 12 რო დაიწყო. აი ნაკეიფარი, აი მოლხენილი, ნამღერი, გიტარა, ასე რავი, დიმპიტაურებით. ბოლოს ესე ჩახუტებები ჭირიმე შენ გენცოლ სულში. ხვეცი როგორ ხდება ხოლმე? მოკლედ ესე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მითხარო ეხაო დღეს მე მეორე სართულზე ვცხოვრობ და ხო ზემოთ უნდა გაეგრძელებინა და ესო ზემოთ დღეს აღარ ავალო ამ დროს ასვლარი მეზობლებშიო და წავიდა მოკლედ ესე სახში და მეორე დღეს მოვიდა და დანარჩენ მეზობლებთან ჩამოველო და მე ერთ-ერთმა მეზობელმა მითხარო ბიჭო გადარეული შემხვდა ეს ჩვენი გაზის კაციო ხო ეს ეძახია ვინც მაღაზე რამე სუსიტყვისო ჩემთან გამოაგზავნეთო კაია კაია იმან ბოლომდე არ იცოდა რატო არავინ არ იყო ჩემთან მოსული 5 იანვრამდე და ბოლომდე ეგონა რომ ესე ფიქრობენ ჩემზე რომ აი არ ურთიერთობენ და ეგარი მაგარი ჯიგარიო და მაგაზე არავინ არაფერი ცუდი არ მითხრასო მოკლედ აი ესე ვიქეიფეთ მე და ლადო 5 იანვარს და ესე მოკლედ რა ვიცი წელს ხო კარგად ხვდები ესე იგი ჯამთი იმედია ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის და იმედია ხა ამ დარჩენილ საათებში აღარაფერი მოხდება ხო ღმერთ მოგაშოროს კაცო ხო მაგრამ დღევანდელ კორონა პანდემიის პირობებში უკვე აღარავინ აღარ იცის ვის რა როდის ელოდება მაგრამ აი თავარი რაც მინდა ყველას უსურვო მიულო წოდამდეგი ახალი წელი კიდევ ერთხელ ყველას უკვე სერიოზულად თლიფინის გარეშე ძალიან მინდა გისურვოთ პირველ რიგში ჯანმრთელობა და ამ კორონის მოცილება რომ თავი დაგვანებოს და რაც თავარია ჩვენ ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ ცვლილებები გვინდა შვიდობა გვინდა ხვავი და ბარაქა ყველას ყველა ოჯახში და ღმერთმა ქნას რომ 2022 წელი ნამდვილად კარგი წელი ყოფილიყოს ყველა ოჯახისთვის საქართველოში და გილოცავთ ყველასთან ბრავოს და ეს არის შენს და მთელ საქართველოს ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით პირიქი ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ძალიან გამახარეთ ესე იგი ეს არის ნუ არ ვიცი ოსკარ როგორი ხო და იცი რა ამ პრიზს გარდა იმისა რომ სიხარული აქვს ვალდებულებებიც ახლა მე თქვენ რაღაცას მოგთხოვთ გეტყვით რომ სადაა გენცოლე ორი თვე გავიდა არ ყოფილა რაღაც არ დაგიპატიჟებიო შენ უკვე ერთი მეც მოგთხოვ, იმიტომ რომ ეს ხო მოგიციმე. ხო. რომ მოხარ გადაცემაში ესე რაღაცა ჰაერზე კი აღარ უნდა მოხვიდე, უკვე აი მოდიხარ მომზადებული. მე კი რა ვქნავ, ანუ ნუ ერთადერთი ცეკვი თუ შემოვალ, თორე სხვა არაფერი დამიჭრია და არაფერი გამომიტოვებია. ბენზინსა ბენ ამუდა დაუყარე. მეტი არაფერი. დიდი მადლობა. პირიქით მადლობა თქვენ. წარმატებები ხათუნა გოგორიშვილი იყო ჩვენი განაცემის სტუმარი მადლობა.